ისინი ყოველთვის გვაბრუნებენ უდარდელ ბავშვობაში. მათ ყოველთვის მოაქვთ მხოლოდ სიმშვიდე და მყუდროება. იქ სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს ბოროტებაზე. მოასმენინეთ თქვენს პატარებს იმედის მომტანი კეთილის ღამრები. ბავშვობის დრო რადიო იმედზე. თერძი და ჯინი. ერთ ქალაქში თერძი და ფეიქარი ცხოვრობდნენ. დღე და ღამე მუშაობდნენ. იმათ ჯიბეს კი არაფერი ემატებოდა. რაც დრო გადიოდა, სულ უფრო ღატაკდებოდნენ. როცა ფეიქარს ნართი გაუთავდა და თერձს ნემსი და მაკრატელი გადარჩა, გადაწყვიტეს სხვაგან ეძებნათ ბედი. მცირე საგზალი წაიღეს და გასწიეს. მთელი დღე იარეს ასე, რომ მოსაღამოვდა დაბურულ ტყეში გაუძნელდათ გზის გაგნება. თანაც ფეიქარს დაღლილობისგან მუხლები ეკვეთებოდა და შიშისგან გული უსყდებოდა. მეგობა, რომ მოდი უკან დაუბრუნდეთ. ძალიან დავიღალე და ამ ტყე-ტყესიარულისაც მეშინიაო, უთხრა ფეიქარმა თერձს. ნება შენია, მიუგო თერձმა. რა კი გეშინია, დაბრუნდი. შიში ცუდით ანამგზავრია. მე კი გზას განვაგრძობ, შვიდობით იყავიო. ასე დაშორდნენ ერთმანეთს თერձი და ფეიქარი. ფეიქარი ქალაქისკენ წალასლას და თერձმა კი ტყეში მარტო განაგრძო გზა. მალე დაბნელდა. თერձი გზას ასწდა. ხან ბუჩქებს წამოედო, ხან ხეებს მიაწყდა. ახლა იმასაც შეეშინდა. თავი რომ გაემხნევებინა, ტომრიდან თავისი დიდი მაკრატელი ამოიღო და ააჩხაკუნა. მიდიოდა თერձი და მაკრატელს მიაჩხაკუნებდა, გულს იმაგრებდა. რაც უფრო ღრმად შედიოდა, ტყე ხშირდებოდა. ხეები ცამდე აზიდულიყო, სიბნელიდან ნადირ ტყმოილი ისმოდა. თერձ შიშისგან გული უსყდებოდა, ხმალივით იქნებდა მაკრატელს და აჩხაკუნებდა. მაგრამ ესეც ვეღარ შველოდა. მაკრატლით ხომ ვეფხს ვერ მოიგერიებდა. უცებ თერձმა ფეხი რაღაცას წამოქრა და წაიქცა. ხილი მოაფათურა, გაიხედ გამოიხედა. მიდამო შეათვალიერა და ხეზე მიდგმული კიბე დაინახა. კიბის საფეხურები სადღაც მაღლა სიბნელეში ადიოდა. უხრა კარგია, გაუხარდა თერձს. ხეზე ავალ და ღამეს იქ გავათენებ. დილით კი ვნახოთ რა იქნება. დიდხანს აღარ უფიქრია. თერձი ნელ-ნელა აფოფხდა მოფამფალებულ კიბეზე. საფეხურებს ბოლო არ უჩენდა. საბრალო თერձი ძალზე გაწოლდა. ნეტავ-მაცოდინა სად მივდივარ, ფიქრობდა იგი. ორში ერთი, ან სასავწდები, ან და დაღლილობისგან დედამიწაზე დავეპერტყებიო. ხელფეხი უკან კალებდა, გულს დაგადოგი გაქონდა. მართლაც კინაღამ ძირს მოადინა ბრაგვანი. მაგრამ კიბე უცებ გათავდა და თერձი უღონოდ დაეცა ტოტებისგან მოწნულ დირეზე. როცა თერձმა სული მოითქვა, ხეზე მიკრული ქოხი დაინახა. ქოხში სინათლე ბჟუტავდა და ვიღაცის ბუტბუტიც ისმოდა. ოჰო, გაიფიქრა თერձმა. აქ ვიღაც მოკალათებულა, ფრთხილად უნდა ვიყო. თერձ ისე შიოდა და ისე ეძინებოდა, რომ ვეღარ მოითმინა და ქოხში შეიხედა. უცებ თოფნაკრავივით განზე გახდა, მაგრამ გვიანი იყო. ქოხიდან ტყის საზარელი ჯინი გამოვიდა. საცრისოდენა თვალები უბწყინავდა სიბნელეში. ცხვირი მოკაუჭებული ჰქონდა. უშველებელ პირში ვეფხვის კბილებივით გრძელი ბასრი ეშვები მოუჩანდა. ჯინს მთელი ტანი მოშავო მოწითალო ხშირი ბალნით ჰქონდა დაფარული. ამ საოცრების დანახვაზე თერձი კინაღამ წაიქცა. აქ რა გინდა, რისთვის მობრძანებულ ხარო? შესძახა ჯინმა. ახლა კი დავიღუპეო, გაიფიქრა თერձმა, მაგრამ იგი გაბედული და გამჭრიახი კაცი იყო. მაპატიე, მეც არ მესიამოვნება. საქმე ის არის, რომ ჯინების უფროსმა მიბრძანა თბილი ბეწვის ქურქი შემიკერეო. როგორც ხედავ, შენ ყველაზე ლამაზი და ხშირი ბეწვი გაქვს. გონი სწორედ შენი ბეწვი გამომადგება. თუ ნებას მომცემ, ეუბნება თერձი. თან თავის დიდ მაკრატელს აჩხაკუნებს და ჯინისაკენ მიიწევს. რა? დაიყვირა შეშინებულმა ჯინმა. რას მიპირებ? ნუ გეშინია, ეუბნება თერձი და თან მაკრატელს აჩხაკუნებს. საქურქე ტყავს გამოგაჭრე და მეც აღარ შეგაწუხებო. აი შემდეგ რა მოხდა? ამას უკვე ხვალ გავიგებთ, ჩემო პატარებო. ისინი ყოველთვის გვაბრუნებენ უდარდელ ბავშვობაში. მათ ყოველთვის მოაქვთ მხოლოდ სიმშვიდე და მყუდროება. იქ სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს ბოროტებაზე. მოასმენინეთ თქვენს პატარებს იმედის მომტანი კეთილის ღამრები. ბავშვობის დრო რადიო იმედზე.